მე ვარ ანა თურმანიძე 12 წლის. ვსწავლობ შუაღელი საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, სიმღერა, ხატვა და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 5 წელია ვცეკვავ ანსამბლ დავლაში. ჩემი და ცეკვავდა ჩემი ზიადრე და მე შემეხალისა და შევედი. ჩემი ქორეოგრაფია ნიკა სარდალაშვილი. ის არის საყვარელი მხიარული და რა თქმა უნდა მომთხოვნიც. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. უკვე 7-ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბაკურიანის გასტროლი. იქ ძალიან მხიარულია, ავტობუსში გზაში ბავშვები მღეროდით ჩვენ ერთ-ერთ თან ცეკვაზე მიწდედის, წამოღებული ჰქონდა გიტარა. ძალიან ბევრს მღეროდით, ასევე იქ ჩასვლის დროს ძალიან მოგვეწონა სასტუმრო, ბევრს ვთამაშობდით, ასევე ციგაზე ვსრიალებდით, გუნდაობდით. აჭარულში ვცეკვავ სოლოს და ძალიან მსიამოვნებს. მაქვს კარგი გარეგნობა, კარგად ვცეკვავ და მიხდება სცენა. ბავშვობაში ვფიქრობდი მოდელობაზე, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, რომ გამოვიდა ექიმი. ჩემი გეგმაა, რომ კიდე ვიცეკვო 2 წელი. მერე გამოვა, მაგრამ მთელი ცხოვრება ვიცეკვ. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, იმიტომ რომ ძალიან მომწონს თინეიჯერობა. ძალიან მომწონს ჩემი სკოლა, რადგან აქ არის ძალიან საყვარელი მასწავლებლები, კარგად ასწავლიან და ასევე მყავს ძალიან საუკეთესო კლასელებიც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ბარბარე ბარამიძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ავთანდილ თედორაძე. ყველაზე ცელქი არის გიორგი დიასამიძე. ყველაზე მშვიდი არის ლუკა ფუტკარაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, ლამაზი, მეგობრული და ასევე მიყვარს სხვებზე დახმარება. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ესპანური. საყვარელი მასწავლებელი ქეთევან სეფერთელაძე. ის არის ჭკვიანი, ხალისიანი და სულ მეხუთება. მე ასევე მიყვარს ხატვა და ეს ჩემით ვისწავლე. პატარაობიდან დამაინტერესა, როგორ აკეთებდნენ ადამიანები ასეთ შედევრებს და დავიწყე პატარაობიდან ხატვა და ნელა გამომდიოდა. ახლა ყველაზე კარგად ვხატავ პორტრეტებს. ჩემი აზრით ყველაზე რთული არის პეიზაჟის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ცისფერი და არ მიყვარს შავი ფერი. ჩემთვის კომფორტულია უბრალო ფანქრით ხატვა. კარგი მხატვარი რომ ვიყო, ჩემი ნახატების გამოფენას ვისურვებდი ესპანეთში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი და. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 13 წლის და ქვია სალომე. ის არის პრანჭია, ჭკვიანი და მხიარული. მასაც ჩემსავით უნდა რომ გამოვიდეს ექიმი. მამიკო არის მხიარული, სიმპათიური და ძალიან ჭკვიანი. მე ვარ მამიკოს პრინცესა და მისი გოგო. დედიკო არის ჩემსავით ლამაზი, პრანჭია, განათლებული, თბილი და მზრუნველი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგონას თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგონა რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. მე ასევე მიყვარს სიმღერა და სკოლაში დავდივარ სტუდიაში. მიყვარს ქართული სიმღერები და ჩემი საყვარელი სიმღერაა ბედის ბორბალი. ვუკრავ პიანინოზე და კიდევ მინდა ვუკრავდე ფანდურზე და გიტარაზე. ექიმობა რომ არ მიდოდეს, ალბათ მთელი ცხოვრება ვიქნებოდი სცენაზე. ახლა ბებიასაც დავახასიათებ. ის არის მხიარული, ძალიან მზრუნველი და საყვარელი. ისიც გენეტიკურად ჩვენსავის ლამაზია. ერთი სიტყვით ჩვენ ვართ ლამაზების ოჯახი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს გავზრდიდი, გავალამაზედი და ყველა იცხოვრობდა ბედნიერად. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში და ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გაუფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გაუფრინდებოდი ჩემ მეგობარ ანასტასია დიასამიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ვახტანგ გორგასალი. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 21 წელს რომ გავხდები, ვიყიდი თეთრ BMW-ს. თუ მე ვერ ვიყიდი, მიყიდის მამიკო. ბედნიერება, დედის ჩახუტება, კარგი მეგობრები, ყველა რომ კარგადაა და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.